ხო, ერთი რამე ვიცოდეთ, თუ ვითხოვთ ღმერთისგან, ეს ნიშნავს, რომ ეს ჩვენი პიროვნება ამ წუთში არის აი ასეთი. მე ვითხოვ ღმერთისგან. და მე თუ ვითხოვ ღმერთისგან, იცოდეთ, რომ მე ვითხოვ შენგანაც, თქვენგანაც ვითხოვ, გესმით? და რას ვითხოვ ღმერთისგან? ღმერთისგან ვითხოვ, რომ მომემსახუროს. რა თქმა უნდა, ის მომემსახურა მე, ჩემთვის მოკვდა, ჩემი ცოდვების გამო ის მოკვდა, მაგრამ მე კიდევ მინდა მომემსახუროს. იმიტომ რომ 1000 პრობლემა მაქვს. 1000 რაღაცა მჭირდება. უსამართლოდ მეკცევიან და ასე შემდეგ. მე სულ ვითხოვ, რომ ღმერთი მომემსახუროს და სულ ვითხოვ მისგან სასწაულს. თუმცა სახარებაში უნდა მახსოვდეს, რომ ნათესავი მემრუშე და ბოროტის სასწაულს ეძებს. მაგრამ ვიმეორებ, მე თუ ვითხოვ ღმერთისგან და ესე იგი მე მის მიმართ უანგარებით ვარ, იცოდეთ და თუ განსასწრების გამო რწმენა მაკლდება, აი ეს განსასწრები ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით. აი რაღაცა ძიმე განსასწრელი მოვიდა შენ ცხოვრებაში. ვიღაცა ადამიანები ან ცხოვრება საერთოდ სამყარო აღდგა შენს წინააღმდეგ უსამართლოდ, დააკვირდი. ლოცვის სურვილი გაკლდება, რწმენა გაკლდება, უიმედობაში ვარდებ. ესე იგი შენ აქ ახარ ანგარებით. თუ თავზე ხელს გისვავს ღმერთი გწამს, თუ არ გისვავს თავზე ხელს არ აგწამს. წარმოიდგინეთ, ღმერთი ადამიანად მოვიდა და უახლოესი გარემოცვა. რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ აი მე რო ქრისტეს დროს დავბადებულიყავი და ქრისტე რომ მენახა და მისი მოწაფე რო გამხდარიყავი, გაიხსენეთ რა უქნეს მის მოწაფეებს. რა უქნეს? საშინელი ტანჯვით აწამეს. ერთადერთი იოანე გადარჩა სასწაულებრივად, თუმცა მანამდე ის გავარვარებულ ზეთში ჩასვეს. უბრალოდ სასწაული მოხდა. და დანარჩენებზე გონება მიუწვდომელი ტანჯვა ქონა ზოგს ისე ტანჯეს. რა კარგია ხო ესე იგი ეს ქრისტეს მოწაფეობა. ამიტომ ჩვენ ძალიან ხშირ ტყუილ უბრალოდ გვაქვს ხოლმე ეს ისა რომ აი და იმ დროს ყოფილიყავ. სამყაროს ზულს ნებისმიერი ადამიანი რაც უფრო მეტად არის ის ქრისტესთან. ხო და აი როდესაც ეს განცდა მოდის რომ მთელი ყველა შენ წინააღმდეგ არის და ღმერთი რატომღაც დუმს და დააკვირდი შენ თავს ამ დროს და შენში თუ რწმენა იკლებს და რწმენის მოკლება ნიშნავს უიმედობას, დეპრესიას, სასოწარკვეთილებას, ტირილს, საკუთარი თავის სიბრალულს და ასე შემდეგ, ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი შენ აქ ანგარებით ხარ. და თუ შენ ანგარებით ხარ ეკლესიაში და ითხოვ ეს ნიშნავს, რომ ღმერთისგან ითხოვ მოგემსახუროს, იცოდეთ, რომ შენ აუცილებლად ითხოვ მოყვასისგან მოგემსახუროს. და გაგიკვირდება, როდესაც შენ არ მოგემსახურებიან, ან როცა დაინახავ, რომ რაღაც მაინდამაინც სიყვარულს შენს მიმართ არ გამოხატავენ. ხდები პრეტენზიული, ხდები ავი, გექნება სერიოზული პრობლემები სულიერ ცხოვრებაში მოყვასთან ურთიერთობებში.